რიგში ჩემს კოლეგებს თელ საქართველოში მიულოცა მათ პროფესიულ დღეს და ჩვენ პირველი გავგავართ ამ აქციებზე. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც არალეგიტიმური მთავრობისა და არალეგიტიმური პრეზიდენტის წყალობით საქართველოს მიექანება ოფსკულისკენ. ჩვენ გვინდა ისო გზა გავაგრძელოთ ევროპისკენ, იმიტომ რომ ჩვენ მოსახლეობას, ჩვენ მომავალ თაობას ჰქონდეს ევროპული ჯანდაცვა, ევროპული სტომატოლოგიური მომსახურება, ევროპული მომავალი და ევროპული სიბერე. ქვეყანაში არსებული ჩიხიდან გამოსავალი არის მხოლოდ ერთადერთი, ეს არის ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ჩვენ ძირითადი მოთხოვნაც, როგორც ქვეყნის 90%-ის არის ეს, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. ზუსტად რუსული რეჟიმით და რუსული წესებით ექცევიან საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები და საქართველოს გონია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და ისინი ემორჩილებიან ერთი ადამიანის ბრძანებას, რასაც ეს ადამიანი უბრძანეს, იმის ბრძანებას ასრულებენ და მათში ადამიანური არაფერი არ არის. ჩვენ ვხედავთ აქციებზე როგორ უწოდებენ ექიმებს, იმ ექიმებს, რომლის პაციენტების ან თვითონ არიან, ან მათი შვილები, რაც იყო წარმოუდგენლად დაუშვებელია, იმიტომ რომ სოფლიოში არის კანონი ომის წესების დროსაც, როდესაც ექიმი არის ხელშეუხებელი, მაგრამ ის რაც ხდებოდა საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ გვაქვს ნანახი რუსეთში და ზუსტად რუსული რეჟიმით უსწორდება ჩვენი არალეგიტიმური მთავრობა მოქალაქეებს. ამიტომაც ყოველდღე ერთხელ კიდე გავიმეორებ, რომ უნდა გამოვიდეთ, ყველა ერთმანეთის გვერდით დავდგეს და ერთიანობით მოვითხოვოთ, რომ ეს რუსული მთავრობა თავიანთი მარწუხებით და მეტასტაზებით მოშორდეს საქართველოს და მიცეს ქვეყანას განვითარების გზა.